გამარჯობათ. ჩვენ ვართ ორ ნაწილიანი ქმნილებები. გვაქვს ხორცი და გვაქვს სული. ცხოვრებაც ორ კომპონენტიანი გვქონია. მიწიური ცხოვრება და სულიერი ცხოვრება. ორივე მათგანს სჭირდება მიზანი. მიზნის გარეშე ცხოვრება აზრს კარგავს. ხორციელი მიზნები ადვილი გასაგებია. ეს არის გავხდეთ წარმატებული ადამიანები. ავიშენოთ დიდი და ლამაზი სახლი, შევქმნათ ოჯახი, გავუმდიდრდეთ და ასე შემდეგ. მაგრამ სულსაც ჰქონია ეს მიზანი. ღმერთმა ადამიანის ცხოვრებას მისცა ასეთი დანიშნულება, რომ განიწმინდოს, სასუფევლისთვის მომზადდეს, რომ შეძლოს განღმრთობა. თუ კაცი მოკვდა, რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი სახლი დარჩა, რამდენი ფული დარჩა და რამდენი ადამიანი ტირის. არავითარი მნიშვნელობა არ ექნება ჩვენს მიწიურ წარმატებას და არც აქვს, თუ ჩვენ ვიქნებით სულიერად წარუმატებლები. როგორც ხორცი ვერ ცოცხლობს, თუ სულმა მიატოვა, ასევე ხორციელი მიზნები თავის აზრს კარგავენ, თუ არ ხდება სულიერი მიზნის რეალიზაცია. ხომ არ შეიძლება მკვდარი იყოს ჯამრთელი, ან მდიდარი, ან ლამაზი, ან ბედნიერი. ჯერ უნდა გაცოცხლდეს ადამიანი, შემდეგ შეძლებს, რომ იყოს მდიდარიც, ლამაზიც და ბედნიერიც. როგორღაც უნდა გავიგოთ, რომ თუ არ ვიზრდებით მადლში, თუ არ ხდება ჩვენი გადაკეთება დაცემული ადამიანიდან ღვთისმსგავსებაში, ესე იგი ჩვენ დანიშნულებას არ ვასრულებთ, ჩვენი სულიერი მიზანი არ სრულდება და ეს აზრს უკარგავს ამ ქვეყნიურ მიწიურ ცხოვრებასაც. ვკითხოთ საკუთარ თავს. პირდაპირ ყოველგვარი რევერანსების გარეშე, რისთვის ვცხოვრობთ? თუ ჩვენ რომ გარდავიცვალოთ, ქვეყანა გაჩერდება, ადამიანები აღარ იმუშავებენ, მინდვრები აღარ დაითესება, თუ გაჩერდება ეს ქვეყანა. რა დანიშნულება მოგცა ღმერთმა, რომ გვაჭმევს, გვასმევს, გვითმენს და გველოდება. ვკითხოთ ეს ჩვენს თავს და სინდისი არ მოგვატყუებს. ღმერთმა გაგახაროთ.